დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით რეგიონში მუნის შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში არ გამოვლენილა. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით ისინი საგანმანათლებლო დაწესებულებებში აქტიურად ატარებენ მონიტორინგს. მუნი ძალიან სწრაფად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე, ხშირად ერთი შეხებაც კი საკმარისია. ექიმები მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ გამონაყრის ან ძლიერი ქავილის შემთხვევისთანავე ბავშვების სკოლასა და საბავშვო ბაღებში არ გაუშვან და ექიმს მიმართონ. მუნი არის ქავილის მომგვრელი გამონაყარი კანზე, რომელსაც იწვევს ტკიპა, 8 ფეხა ტკიპა. როდესაც ტკიპა შეძრება ადამიანის კანში, ღრმად იქ კვერცხებს. მუნი ადამიანიდან ადამიანზე გადაედება იმ შემთხვევაში, როდესაც არის დაინფიცირებული, უშუალოდ მჭიდრო კონტაქტის დროს, კანიდან კანზე. მუნისგან რომ დავიცვათ თავი გადამდებლობისგან, ამიტომ უნდა ტანსაცმელი გაირეცხოს და თეთრეული მაღალ ტემპერატურაზე. მუნი დაფიქსირდა საქართველოში, მაგრამ ჩვენს მუნიციპალიტეტში არ დაფიქსირებულა. ჩემი განყოფილება უშუალოდ პარაზიტოლოგიური წელიწადში 2 ჯერ ვატარებთ მონიტორინგს სკოლებსა და ბაღებში. და მათ შორის ჩემია ეს კანის გამონაყარიც, მაგრამ დირექციას არ მოუწვია ინფორმაცია, რომ რომელიმე სკოლაში ან ბაღში დღეის მდგომარეობით არის დაფიქსირებული. მუნი ვითარდება კანის ნაკეცებში, იღლის მიდამოში, მუცლის არეში, ჭიპის გარშემო, ხელებსა და ფეხის თითებს შორის და ფეხის კულებ